ჩვენი არხის მხარდამჭერები. ეს მონადირეების არხია. მე მარლენი ვარ. ამ არხის ავტორი და წამყვანი. ვნადირობ, სადაც დაშვებულია ყველგან და ყველაფერზე, კანონის ფარგლებში. ვეძებ, ვეცნობი და ვიღებ თქვენთვის საინტერესო, გამორჩეული ისტორიების და უნარჩვევების მქონე ხალხს. ეს არხი მონადირეებისაა. Adventures Live Geo. მეგობრებო, მოგესალმებით ყველას პატივისცემით, ვიმყოფებით ჩვენს მეგობარ კლინიკაში, რომლის ხელმძღვანელთანაც გვექნება ისეთი საჭიროებო კითხვები დასმული, რომელიც გამოგადგებათ არა მარტო მონადირეებს, არამედ ზოგადად ცხოველთან მოყვარულებს. ხალხში არის გავრცელებული ეს ამბავი, რომ ცოფი შეიძლება ძალიან ადვილად გავრცელდეს, საჭირო არის მთელი ჰიგიენა და მთელი ამბები. როგორ შეიძლება ადამიანმა თავი დაიზღვიოს ცოფისგან დღევანდელ პირობებში? სამწუხაროდ ჩვენ ქვეყანაში ეს დაავადება აქტუალურია. ხდება შემთხვევები არის რაიონებში, ხდება თბილისშიც სამწუხაროდ. ეს დაავადება გადაეცემა მარტო კბენით და ნერწყვით, რომელიც დაავადებულმა ცხოველმა უნდა უკმინოს ან ადამიანს, ან შინაურ ცხოველს. იმიტომ ერთადერთი საშუალება არის პროფილაქტიკის კონტროლი გარეული ცხოველების რაოდენობის ტერიტორიებზე და აცრა შინაური ცხოველების. სხვანაირი გამოსავალი ჯერ არ მოგვიგონია. ბატონო ზურაბ, მე ვაწყდები ხოლმე პრობლემას ჩვენ საზოგადოებაში ვხედავ, რომ მონადირე ძაღლები ძალიან ხშირად ხვდებიან ხოლმე არა მონადირეების ხელში და იქნებ ერთი-ორი სიტყვა ამასთან დაკავშირებით გითხრათ, საერთოდ რა პრობლემების მომტანია ზოგადად ძაღლების არასწორად გაცემა. ამ პრობლემას ვხედავთ ჯანმრთელობის მხრიდან, დაავადებების მხრიდან. რა ხდება? პირველ რიგში მონადირე ჯიში ხდება დაუშვათ ოჯახში, სადაც არ ნადირობენ. პირობებს ვერ უქმნიან, იმატებს წონას, ეცვლება ფსიქიკა და ცხოველი ხდება არაადეკვატური. ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა. და მეორე მხარეც არსებობს, როცა მონადირე ვერ ქმნის პირობებს და ვერ არჩევს სწორედ ჯიშს იმ თავისი მოთხოვნილებით, რომელიც მაგას სჭირდება. დაუშვათ პოინტერი და სეტერი საყვანა და არ ნადირობა ფრინველზე იქნება ამ ძაღლების საცოდაობა. ერთგვარი დანაშაულია, მე თუ მკითხავთ რა. რა თქმა უნდა, ხალხს გამოყავდა საუკუნეობით ეს ჯიში იმისთვის, რომ მაგან იმოძრაოს დიდ გაშლილ ფართებზე, ინადიროს ფრინველზე, არავინ არ გეუბნებათ, რომ წადით და დახოცეთ, მაგრამ საშუალება მიეცეთ ძაღლს, რომ ძაღლმა ნორმალურად იმოძრაოს და ნორმალური ფსიქიკური სიტუაციაში იყოს თავისთვის, რომელიც ეკუთვნის ჯიში. ლეკვის აყვანის ასაკი იქნება ძალიან საინტერესო მონადირეებისთვის, იმიტომ რომ ხანდახან არის მომენტი, როდესაც მონადირეები წყვეტენ თვითონ, როდის შეიძლება რომ აიყვანონ ხოლმე ლეკვი და ხშირ შემთხვევაში აგვიანებენ ან მის დაგეშვას, აღზრდას, შემდგომი აცრებზეც იჭედებიან, უკვე არ იციან აცრილია თუ არა და საერთოდ თუ გავივლით ამ საკითხებს, მე მგონი ძალიან კარგი იქნება. მე ასაკში შეიძლება რომ ავიყვანოთ. ჩემი მაგალითით გეტყვით ბატონო მარლენ, მე ყოველთვის ვთვლობ, რომ ერთი თვის და პატარა ლეკვი არ ავიყვანო. ყოველთვის ველაპარაკები დედის პატრონს იმისთვის, რომ ორ თვემდე მაინც ყავდეს. იმიტომ რომ მაგ პერიოდში პირველ რიგში ყალიბდება ჯანმრთელობა ლეკვის და დედის რძეზე კარგი საკვები არ არსებობს. იმიტომ ყველაზე კაი ასაკია, როდესაც თქვენ შეგიძლიათ აიყვანოთ ლეკვი, ეს არის დაახლოებით 2 თვის ასაკში. საქართველოში რატომღაც მიღებულია 25-30 დღის ლეკვის გაცემა. რა პრობლემებია მაგ პერიოდში? პრობლემა ის არის, რომ გადაყვანა საკვებზე ხდება რთულად და ძალიან ბევრ ძაღლებს ეწყებათ კუჭნაწლავის პრობლემები, რომ ისეთი როგორც ფაღარათი, გულისრევა და მერე ეს კუჭნაწლავი აცნობებს თავის პრობლემებს მთელი ცხოვრების განმავლობაში. იმიტომ ყველაზე კაი ასაკია დაახლოებით 8 კვირის ასაკში. მაშინაც იწყება აცრები. ესე იგი, თქვენ შეგიძლიათ 8 კვირის ასაკში აიყვანოთ ლეკვი და დაიწყოთ აცრების გაკეთება, როგორც საჭიროა სქემით. და 3 თვის ასაკში უკვე გაყოლებათ აცრილი ლეკვი.
ცოფზე როდის არის რეკომენდირებული რა ასაკში შეიძლება რომ ცოფზე ავცრათ? ცოფზე აცრა ვალდებულები ხართ 12 კვირის ასაკში. 3 თვის ასაკში გამოდის დაახლოებით 12 კვირა. აცრებზე ყოველთვის არის ლაპარაკი კვირებით, არა თვეებით. რა საკვები შეიძლება რომ ვაძლიოთ იგივე თუნდაც ლეკვს. ხა მონადირეები ხშირად ვირჩევთ ხოლმე მშრალ საკვებს, იმიტომ რომ ძალიან მოხერხებული არის ჩვენთვის ბუნებაში რო გავდივართ, ამისი წაღებაც კომფორტული არის. რეკომენდირებულია თუ არა საერთოდ ეს მშრალი კორმები და ხუმარჯობია მაგალითად ნატურალური საჭმელი ვაძლიოთ ხოლმე ჩვენს შინაურ ცხოველებს. ბატონო მარლენ, პირველ რიგში რას გეტყვით, რა შემიძლია თქვა მაგ საკითხთან დაკავშირებით? უნდა ჩვენ დავწონოთ ჩვენი საშუალებები. რატომ? თუ ჩვენ კვებავთ მზად კვებით, მშრალ კვებით ან დამზადებული ძაღლებისთვის კვებას, ეს არის ადვილი. ყოველთვის როგორც თქვენ ბრძანეთ, შეგვიძლია წავიღოთ, შეგვიძლია ყოველთვის მარაგი გქონდეს სახში, არ გვიფუჭდება გზაში, იმიტომ რომ ნატურალურ პროდუქტთან სიცხეში ძალიან 2-3 საათში შეიძლება გაგვიფუჭდეს და ძაღლს ვერ ვაჭმოთ საღამოთი დაუშვათ ბუნებაში. მაგრამ ეს არჩევანია ყოველთვის რასთან დაკავშირებული. კვება ძაღლის ნარჩენებით სუფრიდან აღარ გამოდის. დღეს აღარ აყვავს ისეთი ჯიშის ძაღლები და ისეთი ჯანმრთელობის ძაღლები, რომელსაც შეუძლია სუფრიდან ნარჩენილი საკვებით კვებოთ. იმიტომ ძაღლს ან უნდა ცალკე უმზადო საჭმელი, დაამატო ვიტამინები, დაამატო საჭირო ნივთიერებები, რომელიც მით უმეტეს თუ ლეკვზეა ლაპარაკი. ან იყიდო მზას საკვები. მაგრამ მზას საკვებიც ყოველთვის უნდა იცოდეთ, რომ არჩევა მზას საკვების ძაღლისთვის არის ძალიან ინდივიდუალური საქმე. ჩვენ მაგას ვაკეთებთ ყოველთვის სისხლის ანალიზით. თუ მოგწონს სისხლის ანალიზი 1 თვის კვების შემდეგ, მაშინ ჩვენ გვესმის, რომ ეს საკვები ამ ძაღლს მოუხდა. იმიტომ რომ 10 ძაღლს შეიძლება მოუხდეს და მე-11-ს არ. ვა, რა საინტერესო ვარიანტი არის, ნამდვილად არ ვიცოდი ეგ ამბავი. ჩემ ძაღლს შეურჩია იმის მიხედვით, როგორც მე ჩავთვალე საჭირო რატომღაც რა. როგორც ხვდები, თუ გაინტერესებთ გზა გამივლია. ნახეთ, მე შევიცვალე ცხოვრების ადგილით და დავბრუნდი საქართველოში. იმ საკვებზე, რომელიც იყო მიჩვეული ჩემი ძაღლი, უბრალოდ საქართველოში არ იყიდებოდა. მე მომიწია 3-ჯერ შეცვლა საკვების იმისთვის, რომ ამერჩია სწორი საკვები ძაღლისთვის. აი, როცა დავრწმუნდი, რომ სისხლის ანალიზი არის ბრწყინვალე, ეს საკვები დავტოვე როგორც ჩემ ძაღლისთვის, როგორც საკვები, აი მუდმივად, სანამ ეს საკვები არსებობს საქართველოში, მე მარტო მაგას ვიყიდი და მარტო მაგას ვაჭმე. ანუ მშრალ კორმზეა საუბარი. დიახ, ხო, 2 ძაღლი მყავს გაზრდილი მშრალ კვებაზე და ერთმა იცხოვრა 13 წელიწადი, მეორე 14 წელი. რა ძაღლები ყავდათ? ინგლისური სეტერი და პოინტერი. მე სულ მაგში 2 ჯიშში ვარ ყოველთვის. სახლის ძაღლები იყვნენ თუ ბუნებაში არა, უწევდათ? მუშა ძაღლები აუცილებლად ჩემპიონებიც იყვნენ და ძალიან კაი მუშა ძაღლები მყავს ყოველთვის. მე მიყვარს მაგათი მუშაობა, მიყვარს მაგათი მოძრაობა ბუნებაში, მინდორში, იმიტომ რომ მაგათზე ლამაზი ძაღლები იმ ადგილას, რისთვისაც არიან გაკეთებული და შექმნილები, ჩემი აზრით არ არსებობს. შეწყვილების პრობლემებს ვაწყდებით ხოლმე ჩვენს ქვეყანაში, ბატონო ზურაბ, ძალიან ხშირად მეტისები გამოერევათ ხოლმე ჩვენს მონადირეებშიც ასეა და არამონადირეებშიც, სხვათა შორის ქალაქში ხშირია მეტისების არსებობა და მე ვიცი, რომ ამასთან დაკავშირებით სერიოზული ბრძოლა მიმდინარეობს ახლა, ასე რომ ვთქვათ, ან შეიძლება ითქვას ახალი მიდგომა სახელმწიფოსი პირდაპირ ვთქვათ, ითხოვენ ჩიპირებას, ითხოვენ მთელ რიგ სამუშაოების ჩატარებას, რომ მოკლედ არ მოხდეს არასწორი შეჯვარება ძაღლების. იქნებ 1-2 სიტყვა გითხრათ, რეკომენდაცია გასცეთ, როგორ მოვიქცეთ მონადირეებმა, ვისაც დაჩიპული ძაღლები ჯერ არ აყავს და გვინდა მათი გამრავლება სიტყვაზე და ასე შემდეგ. ძიმეთ არის საქმე, სასირცხვილოდ არის საქმე. ქვეყანაში ამდენი ქუჩაში გაყრილი და გადაგდებული ძაღლებისთან დაკავშირებით. იმიტომ სახელმწიფოს ეხლა ერთადერთი გამოსავალი აქვს, რომ პასუხისმგებელი ნახოს ყოველთვის აი ამ შემთხვევაში არამასობრივად ყველა შემთხვევა უნდა იყოს ინდივიდუალურად განხილული. მაგისთვის კეთდება ჩიპირება. ჩიპირება რას გვაძლევს? პასუხისმგებელ პირს, რომელზეც
რომელიც პასუხს აგებს თუ მაგის ძაღლი აღმოჩნდება ქუჩაში ან თავშესაფარში. რატოა ეს პრობლემა ესეთი გავრცელებული? ჩემის აზრით, ეს არის უკონტროლო შეჭვარება. არ უნდა იყოს ისე, რომ მე და თქვენ გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი ძაღლები შევაჯვაროთ და მე ვითომ ჯიშიანი ძაღლები ყავს. მაგისთვის არსებობს სპეციალური კლუბები, რომელშიც მიდის სელექტიური მუშაობა. და ადამიანი, რომელიც არ არის ამ საქმეში ჩახედული და პროფესიონალი, მაგას უნდა ყავდეს სტერილური ძაღლი. ან დაკოდილი, ან სტერილიზებული დედალზე თუ ვლაპარაკობთ. იმიტომ რომ სხვანაირად ჩვენ მაგ პრობლემას ვერ მოვერგებთ. არ შემიძლია არ გკითხოთ ამ სტერილიზაციასთან დაკავშირებით მიგვაჩნია მონადირეებს, მათ შორის მეც მეფიქრება იმაზე, რომ თუ სიტყვაზე იქნება ჩემი ძაღლი დაკოდილი, იმისათვის რომ ასე ვთქვათ, აღარ ვფიქრობ მის გამრავლებას, ხო? მაგრამ დაკარგავს ჩემი აზრით მუშა თვისებებს, რამდენად ეს ნამდვილად ასეა, თუ უბრალოდ ლეგენდებს ვართ აყოლილები მონადირეები. თუ გნებავთ, წავიყვანოთ ჩემი სტერილიზებული ძაღლი მინდორში და ნახავთ როგორ მუშაობს. ძაღლი არის 11 წლის. 3 წლის ასაკში გაუკეთეს სტერილიზაცია მე პირადად. ერთადერთი რა შემიძლია ვთქვა, მე არა მაქვს გამოცდილება პატარა ლეკვების სტერილიზაციის და მერე დაგეშვის მომენტის. მე ვიცი, რომ თუ ძაღლი დაგეშილია, დაყენებულია მინდორში როგორც საჭიროა და უკვე მუშაობს და თავისი მონადირე მოვალეობას ასრულებს, მაშინ თავს დავდებ, რომ სტერილიზაცია და კასტრაცია არ შეცვლის სიტუაციას უარყოფით მხარეს. პირიქით, ყველამ ვიცით, რომ სეზონის გახსნის დროს ზუსტად მაგ მომენტში მოუნდება აბზუნება წეჩქა დედალ ძაღლს. ეს არის კანონი. ან ვინმე მოიყვანს გამოფენაზე, ან ბუნებაში სეზონის გახსნაზე აბზუნებულ ძაღლს სულელი და ყველა ძაღლი აბზუნდება ცოტა ხანში. ეს პრობლემა ყველამ ვიცით, ხო? მე ძაღლებმა ყველამ. აი ამ პრობლემას მოვიშორებთ თავიდან. ძაღლი არის სტაბილური, კიდ ფსიქიკურად, კიდ ფიზიოლოგიურად. მთელი წლების განმავლობაში. მე მომავალში იგივეს გავაკეთე. როცა მეყოლება ძაღლები, ოღონდ ერთადერთი პირობით, რომ მე ვთვლი, ძაღლი ჯერ უნდა დავაყენოთ, დავგეშოთ და მე უკვე ვფიქრობ სტერილიზაცია, კასტრაცია. გავრცელებული არის კიდევ რაღაცა რიგი დაავადებები, რომლის გამოთქმა მე მიჭირს, იმიტომ რომ ალბათ შესაბამისი ცოდნა არ მაქვს. რა შეიძლება რომ მოიმოქმედოს მონადირემ იმისათვის, რომ თავიდან აიცილოს ეს გავრცელებული დაავადებები, რომლებიც ახლა მუსირებს, ასე რომ ვთქვა, ჩვენს ირგვლივ. ეს არხი მონადირეებისაა. Adventures Live Geo. მაქვს სასიამოვნო სიახლე ჩვენი არხის ერთგული მაყურებლებისათვის, მონადირეებისათვის და არა მარტო თქვენთვის. პრემიუმ ხარისხის ძაღლის საკვები იტალიიდან, Top Premium. უკვე საქართველოშია. Super ფასად. შეარჩიეთ თქვენთვის სასურველი ნებისმიერი პროდუქტი Happy Pet G-ზე, შეიყვანეთ პრომოკოდი Marleni და მიიღეთ ფასდაკლება. ან დარეკეთ ნომერზე 206-09-48 და გამოიყენეთ პრომოკოდი Happy Doggy. კვებე სიყვარულით. მე გეტყვით, რომ დაავადება არის ძირითადი, რომელიც ადამიანის და შინაური ცხოველის შეიძლება გახდეს ავად, ეს არის ცოფი, ლეიშმანიოზი ცნობილი და ლეპტოსპიროზი. ცოფის და ლეპტოსპიროზის არსებობს აცრა, იმიტომ ავცრად წელიწადში ერთხელ და ვიქნებით წყნარად. არც ჩვენ არ გავხდებით ავად, არც ჩვენი ოჯახის წევრები ძაღლები. რაც ეხება ლეიშმანიოზის გადამტანი არის მოსკიტი. იმიტომ აგვისტო-სექტემბერი ყველაზე საშიში პერიოდია, მაგ პერიოდში ვრცელდება ეს მოსკიტი, რომელსაც შეუძლია გადაიტანოს ამონტყოფი ძაღლიდან, ან ამონტყოფი ცხოველიდან, კბენით ჯამთელ ცხოველზე ან ადამიანზე. ეს ტკიპას რო ვეძახით, ალბათ იმაზე არ მოსკიტი არა, ტკიპის დაავადებები არის სხვა დაავადებები. ჩვენ ვამბობთ იმ დაავადებებზე, რომელიც არის ლეტალური და პრობლემატიური ადამიანისთვისაც. იმიტომ რომ ტკიპის კმენისგან ადამიანი ავად არ ხდება
ძაღლებს ცალკე დავადება აქვს, ადამიანს ცალკე დავადება, რომელსაც გადააქვს. მაგრამ აი ეს სამი დავადება, რომელიც არის ცოფი, ლეიშმანიოზი და ლეპტოსპიროზი, როგორც ჩვენი ოჯახის წევრები, ძაღლებიც, ესევე ჩვენ შეგვიძლია ეს ამ დავადებით გავხდეთ ავად. ანუ მე ხა როგორც ხვდები, ის დაავადებები, რომლებიც სიტყვაზე შეიძლება ჩვენმა ოთხფეხა მეგობარმა წამოიკიდოს, შეიძლება ჩვენს გადაგვედოს, ხო? რა თქმა უნდა, იმიტომ მიდის სახელმწიფოს მხრიდან ბრძოლა, იმიტომ რომ ეს საკითხი არ არის ადვილი. როცა ამონტყოფი ძაღლი ლეიშმანიოზიანი დაუშვა ძაღლი ცხოვრობს ოჯახში, მოსკიტმა რო უკმინოს ჯერ ძაღლს და მერე ოჯახის წევრს ადამიანს გადასცემს მაგ ლეიშმანიოზს. იმიტომ პირველ რიგში ყოველთვის რო არ უმკურნალოთ და არ დაუხარჯოთ დიდი თანხები და დრო, პროფილაქტიკა არის ძირითადი. რა შეიცავს პროფილაქტიკა? ვირუსის საწინააღმდეგოდ ეს არის ლეიშმანიოზის, ლეპტოსპიროზის და ცოფის საწინააღმდეგოდ არსებობს საცრა. ლეიშმანიოზის საწინააღმდეგოდ არსებობს დამუშავება ძაღლის ან ტაბლეტები, რომელიც არ აძლევს საშუალებას, რომ ექტოპარაზიტი ჩვენ ვეძახით პარაზიტებს, რომელიც კანზე და ბეწვში არსებობს. რომ ამ ექტოპარაზიტებმა უკბინოს ძაღლს. გასაგებია. იცავს კბენისგან, ჩვენივრად ვიცით, არის საყელოები, არის წვეთები, არის ტაბლეტები, აუცილებლად ჩემის აზრით საქართველოს პირობებში ეს უნდა იყოს მთელი წლის განმავლობაში. ძალიან გავრცელებულია ბატონო მარლენ, რომ ზაფხულში დავამუშავე და ზამთარში არ სჭირდება დამუშავება. არ არის ეს სწორი, იმიტომ რომ თბილისის რეგიონში დაუშვათ ზამთარში შეიძლება 20-25 გრადუსი იყოს მზეზე და ეს ტკიპაც და რწყილიც და კოღოც აქტიურდება ამ ტემპერატურაში. იმიტომ ჩემის აზრით მე რასაც ვაკეთებ ყოველთვის შემძაღლებთ, მთელი წლის განმავლობაში მიდის ბრძოლა, დამუშავება და პროფილაქტიკა დავადების. იმიტომ ჩემი 13 წლის ძაღლი არასოდეს არ ყოფილა ავად ექტოპარაზიტების და გადამტანი პრობლემებით. იმიტომ რომ მე ყოველთვის ვარ პროფილაქტიკის მომხრე, არა მკურნალობის. პროფილაქტიკა ყოველთვის ჯობნის მკურნალობას. ძალიან დიდი მადლობა. გავითვალისწინოთ თქვენს რჩევებს. პერიოდულად ბატონო ზურაბ ვაკვირდები, რომ ჩემს ძაღლს აი ზაფხული რო გვიახლოვდება ხოლმე, ქავილები ეწყება ხოლმე რა, იწყებს ხან ასე ვთქვათ ნეკნების არეში ქავილს, ხან სულ უკან იყურება, თითქოს ვცდილობ რომ დავამუშავო ხოლმე ყველაფრისგან, მაგრამ საბოლოო ჯამში ვღებულობ ხოლმე ზედიზედ უკვე მე რამდენი წელია ერთ-ერთ წლევანდელ წელს არ მივიღე ეგ ამბავი, როდესაც თმის ცვენამდე მიდის ეს საწოდავი რა და რაღაცა ძალიან ბევრს ვებრძოდი, ასე ვთქვათ, ბევრი კლინიკები მოვიარე, მაგრამ შედეგი რაღაცა ვერ მივიღე ისეთი. რა გამოვლენებასთან არის საქმე და როგორ უნდა მოიქცეს მონადირე, როცა ასეთ რამეს ხედავს? ქავილის მიზეზი არის ძირითადი სამი. პირველი ეს არის ალერგია. ალერგია შეიძლება იყოს საკვებზე, შეიძლება იყოს სეზონურ მცენარეზე. ესაც ხდება ხშირად ცხოველებში, როგორც ჩვენ ადამიანი მოხოიცით, რომ გაზაფხულზე ბევრს გვეწყება ადამიანს ალერგია და ვსვავთ ანტიგისტამინებს იმისთვის, რომ ეს პერიოდი, სეზონი გავიაროთ, გადავლახოთ. და მესამე არის გორმონალური. თქვენ ძაღლთან დაკავშირებით, მე როგორც ვიცი, აქტერიერი გყავთ თქვენ. უფრო იქნება სეზონური ალერგია. თუ მეორდება ერთი და იგივე დროს. იმიტომ რომ რწყილს სეზონურად არ ექნება. საკვებს თუ არ ცვლით სეზონურად, არ ამგონია რომ თქვენ სეზონზე სხვადასხვა საჭმელი მისცეთ. იმიტომ გამოდის რომ უფრო სეზონურია. რაღაცა მცენარე მაგ პერიოდში ყვავის და თქვენი ძაღლი ღებულობს ალერგიულ რეაქციას. ამის შემოწმება ადვილია, შეგვიძლია ამ პერიოდში რომ გავუკეთოთ საერთო სისხლის ანალიზი, მაშინ რომ გავაჩვენებთ მთლიანად მიზეზს. რა დამიჯდება თქვენთან სისხლის ანალიზი ძაღლის? ჩვენთან სისხლის ანალიზი ძვირი არ არის, საერთოდ 40 ლარი ღირს. დაგჭირდებათ აუცილებლად კონსულტაცია ექიმის. 100 ლარის ფარგლებში შეგიძლიათ დასვა დიაგნოზი. მადლობა დიდი, აუცილებლად გესტუმრებით.
არსებობს თუ არა რამე აკრძალული პროდუქტები, რაც არ შეიძლება უბრალოდ რომ მივცეთ ჩვენს ოთხფეხა მეგობარს. ვინაიდან არხი მონადირული არის, პირდაპირ მარტო ძაღლებზე ვლაპარაკობ, კატებზე აღარ ვსაუბრობ რა. რასაც ვიტყვი ძაღლებზე, უმეტესი ვრცელდება კატაზეც. მე ვიცი დანახი მაქვს ბევრჯერ, მონადირე დღისით რო დაჯდებიან საჭმელად, რა პროდუქტს და როგორ აჭმევენ თავის ძაღლებს. როგორც ვეტექიმი გული მიჩერდება მაგ მომენტებში, მაგრამ ბევრს ვერც ეტყვი, მათო შეიძლება რომ რჩევა მისცე. აკრძალულ პროდუქტებში პირველ რიგში უფრო ოჯახის ძაღლებზე ვიტყვი, არის შოკოლადი. შოკოლადი ძაღლს კლავს ხალხნად. გადარჩენა შოკოლადის მერე ძაღლის ძალიან ძნელია. ან მთელი ცხოვრება იქნება მერე ავადმყოფი. კიდე კარტოფილი, ტომატი. ეს არის ძალიან მავნებელი პროდუქტი. იმიტომ რომ მიირთმევთ ტომატს, პომიდორს. მიირთვით ღმერთმა შეგარბო ძაღლს მოაძლევთ. არ სჭირდება ძაღლს ტომატები. დანარჩენი შეიძლება პატარა რაოდენობით, მაგრამ იცოდეთ, რომ რაც ნაკლებად შეუცვლით, უფრო იშვიათად შეუცვლით კვებას, უფრო ჯანმრთელი იქნება ორგანიზმი, იმიტომ რომ ყველა ორგანიზმი ეჩვევა პირობებს. პირობები ცხოვრებისაც არის და კვებაც. თუ მიჩვეულია და გადაწყობა ყოველთვის პრობლემაა. ჯობია რომ ერთი და იგივე აჭამოთ. მე დაუშვათ ყველგან ვატარებ საკვებს, იგივე საკვებს, რომელსაც ვაჭმევ ყოველდღიურად ძაღლს. სანამ საჭმელს შევჭამ, ჯერ ძაღლს ვაჭმევ, დავალევინებ წყალს და მერე მშვენივრად ჩემთვის მივირთმევ გინდ მწვადს, გინდ შოკოლადს და გინდ პომიდორს. იმიტომ რომ სხვანაირად ჩემთვის მიუღებელი. გასაგები, ანუ მე როგორც ხვდები, თუ სიტყვაზე მშრალ კვებაზე ყავს ძაღლი, ჯობია რომ იქ მწვადს ნუ გადავუგდებთ. რა თქმა უნდა, არ არის საჭირო. მე ყოველთვის ჩვენ პაციენტებს, პატრონს ვეუბნები, რომ ჯობია ზედმეტად აკოცეთ, ზედმეტად მოეფერეთ, ზედმეტად გაისეირნეთ და მაგითი გამოხატეთ თქვენი სიყვარული, ვიდრე რაღაცა სუფრიდან მისცემ და გონიათ რომ მაგითი სიყვარულს გამოხატავ. ეს არ არის სიყვარული. სიყვარული ის არის, რაც ჯანმრთელობას აძლევს თქვენ ოჯახის წევრს, არა ის, რაც აღნებს. როგორ შეიძლება რომ გამოუცდელმა, ასე ვთქვათ, თვალმა ამოიცნოს ავადმყოფობა ძაღლში, ან თუნდაც იგივე კატაში. ან რამე ნებისმიერ სხვა სიტყვაზე, ცხოველზე, რომელზეც ტყეში შეიძლება გადავაწყდეთ. პირველ რიგში ბეწვის ხარისხი. იმიტომ რომ ჩვენ ვიცით ლექს რო ვარჩევთ, უნდა გქონდეს პრიალა, ბეწვი, რომელიც არის ნორმალური სუნით, ლეკვის სუნით, როგორც ვამბობ. და თუ ჩვენ ხედავთ, რომ აკერცლილი აქვს ბეწვი, ალაგ-ალაგ დარღვეულია ბეწვის რაოდენობა, ხო შეცვლილია, ან მელიაზე, ან ტურაზე კუდი აქვს ისეთი, სადაც ძვალი ჩანს. რა თქმა უნდა, ეს ჯანმრთელი ცხოველი არ იქნება. ერთადერთი უნდა იცოდეთ, რომ სეზონურად გაზაფხული და შემოდგომა მიდის ბეწვის გამოცვლა და მაგ პერიოდში ხარისხი შეიძლება უვარდებოდეს. მაგრამ სხვა პერიოდში ბეწვი უნდა იყოს ხარისხიანი. პირველ რიგში მიაქციეთ ყურადღება ბეწვის ხარისხს. ძალიან დიდი მადლობა ბატონო ზურავი იმისათვის, რომ მოიცალეთ დღეს ჩვენთვის და მონადირეებს, ასე ვთქვათ, თუ რამე კითხვები კიდე გაგიჩნდებათ ხალხო, შეგიძლიათ მოგწეროთ, ბატონი ზურავი მზად არის ჩვენს კითხვებს პასუხები გასცეს და თუ მოგეწონათ ეს რუბრიკა, ძალიან გთხოვთ, გამოიწერეთ არხი და ლაიქეთ და ზოგადად ჩვენ გვერდში იყავით. კარგად ბრძანდებოდეთ, ჯანმრთელობას გისურვებთ, მშვიდობას და იცოდეთ, რომ ლეკვის არჩევა სწორედ ჯიშის მოგცემთ დიდ სიამოვნებას 10-14 წლის განმავლობაში, სანამ თქვენი ოთხფეხა მეგობარი იქნება ცოცხალი.